მოგესალმებით რევოლუციის გლობალურ სივრცეში. ეს გახლავთ ადგილი, სადაც განვიხილავთ საერთაშორისო არეულში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებს. მე გახლავართ ანა ჯიჯავაძე და ჩემს თანაწამყვანთან მარიამ ექვთიმიშვილთან ერთად დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან სისტემაზე ადამიანის უფლებების სფეროში. მოგესალმები, ანა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. იმედი მაქვს, დღევანდელი ეპიზოდი შემეცნებითი და სასარგებლო იქნება აუდიტორიისთვის. წინა ეპიზოდებში პოლიტიკური იდეოლოგიების განხილვის შემდეგ, დღეისათვის გაგაცნობთ მექანიზმს, რომელიც იცავს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. დღევანდელ მსოფლიოში 7 ადგილი არ არის. უსაფრთხოების განცდა თითქმის ყველგან დეფიციტურია. ომები, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, დეზინფორმაცია. ამ ფონზე მოქალაქეს სახელმწიფოსგან სჭირდება ყველაზე მთავარი დაცვა. სახელმწიფო სწორედ ამისთვის არსებობს, რათა უზრუნველყოს წესრიგი, სტაბილურობა და უსაფრთხოება. და მაინც ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნა ხდება ხშირად ის გარდამტეხი წერტილი, საიდანაც სახელმწიფო იწყებს ძალის უკონტროლო ზრდას. ამიტომაც კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, სჭირდება თუ არა საზოგადოებას უსაფრთხოება, არამედ იმაში, თუ რის ფასად. ანუ შენ ამბობ, რომ თავად უსაფრთხოების იდეა შეიძლება საფრთხედ იქცეს? არა იდეა, არამედ მისი აბსოლუტიზაცია. როდესაც სახელმწიფო ამბობს, მე უკეთ ვიცი, როგორ დაგიცვათ და ამ ვითარებაში აღარ რჩება ინსტრუმენტი, რომელიც მას რაღაც გარკვეულ საზღვრებს დაუწესებს. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. შეიძლება თუ არა სახელმწიფომ დაგვიცვას ისე, რომ თავისუფლება არ შეგვიზღუდოს. და არსებობს კი სისტემა, რომელიც სახელმწიფოს ძალაზე მაღლა დააყენებს წესრიგს. აი, ევროპამ ამ კითხვაზე პასუხისძიება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და სწორედ ამ ძიების პროცესში გაჩნდა ის, რასაც დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სისტემას უწოდებთ. სახელმწიფო წესრიგის შესაქმნელად არსებობს. ის ქმნის კანონებს, კანონები კი წესრიგის სიმბოლოა. მას რატო გახდა საჭირო სახელმწიფოსთვის ზღვრის დაწესება? იმიტომ, რომ მე-20 საუკუნემ ევროპას აჩვენა ყველაზე მძიმე გაკვეთილი. კანონი ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობას. ნაცისტურ გერმანიაში გენოციდი ხდებოდა კანონით. საბჭოთა კავშირში დაპატიმრებები ხდებოდა კანონით. ადამიანების გადასახლებაც და შრომითი ბანაკებით ზუსტად რომ კანონის ძალით. ანუ პრობლემა არ იყო კანონების არ ქონა, არამედ შეზღუდვების არ არსებობა. სახელმწიფოს ჰქონდა ძალა, მაგრამ არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც ეტყოდა, რომ აქ მთავრდება შენი უფლებამოსილება. ზუსტად და ეს ნიშნავს, რომ ჰოლოკოსტი არ იყო რაღაც უკანონო ქაოსი. არა, ნამდვილად ეს იყო ზედმეტად ორგანიზებული სისტემა, გენოციდი, რომელიც კანონით იყო გამყარებული. და სწორედ ამიტომ მივიდა ევროპა ფუნდამენტურ დასკვნამდე. თუ სახელმწიფოს არ ექნება სამართლებრივი ზღვარი, ის შეიძლება იქცეს არა მოქალაქის დამცველად, არამედ მისი უფლებების მთავარ დამრღვევად. და აქ გამოიკვეთა საერთო საზღვრების დაწესების აუცილებლობაც. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ადამიანის ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს იგი. და ასე გაჩნდა ევროპული საერთო სტანდარტის იდეა. 1949 წელს ევროპაში იქმნება ახალი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო. ხშირად მას ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან ურევენ, მაგრამ ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი სისტემაა. ნამდვილად, ევროპის საბჭო არ არის ეკონომიკური გაერთიანება. ის არ ქმნის საერთო ბაზარს და არ აწესებს საერთო ვალუტას.
მისი ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ევროპაში აღარ განმეორებულიყო სახელმწიფოებრივი ძალადობა. სწორედ ამიტომაც მისი მთავარი მიზანი ფორმულირებულია ასე. უფრო დიდი ერთიანობა საერთო ღირებულებების ირგვლივ. ეს ღირებულებები კი სამი ძირითადი პრინციპია: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. და აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი. ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა და არა ავტომატური უფლება. წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ვალდებულება, რომ მის იურისდიქციაში მყოფ ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს. ეს პირდაპირ წერია ევროპის საბჭოს წესდების მესამე მუხლში. და სწორედ აქ ჩნდება ის ინსტრუმენტი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ევროპის სამართლებრივი სივრცე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია. სანამ კონვენციის თავისებურებებზე ვისაუბრებდეთ, მოდი განვმარტოთ ევროპის საბჭოს მუშაობის მექანიზმი. დავიწყოთ მიზნებით. როგორც უკვე ვახსენეთ, საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა, მათი საერთო იდეალებისა და პრინციპების დაცვა და რეალიზაცია ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ხელშეწყობით. ეს მიზანი მიიღწევა საბჭოს ორგანოების მეშვეობით, საერთო ინტერესის საკითხებზე მსჯელობით, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში შეთანხმებებისა და ერთობლივი ქმედებების გზით. ხოლო რაც შეეხება წევრობის კრიტერიუმებს, წესდების მესამე მუხლის მიხედვით ევროპის საბჭოს ყველა წევრმა უნდა მიიღოს კანონის უზენაესობისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ყველა პირის მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებებით სარგებლობის პრინციპები და გულწრფელად და ეფექტურად ითანამშრომლოს საბჭოს მიზნის რეალიზებაში. როგორც ეს მითითებულია პირველ თავში. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია, ეროვნული უმცირესობის დაცვა და აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რომელიც საბჭოში ყველაზე მნიშვნელოვანი კონვენციაა. მის საფუძვლებზე ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუ ქვეყანა კონვენციის ნაწილია. ამჟამად ევროპის საბჭო აერთიანებს 46 ქვეყანას, აქედან ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს, ხოლო დამკვირვებლის სტატუსის უფლება მინიჭებული აქვს ვატიკანის წმინდა საყდარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიასა და მექსიკას. ის დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის იყო შექმნილი, ამიტომაც თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ წევრები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აი ამ ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა არ შეეძლოთ. დღის მონაცემებით საბჭოში შედის ყველა ევროპული ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, ბელარუსის და რუსეთის გარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 1993 წელს ბელარუსმა წარადგინა განაცხადი საბჭოში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა არ იქნება გასაკვირი ალბათ თუ ვიტყვი, რომ იგი განიხილება როგორც არადემოკრატიული სახელმწიფო, შესაბამისად ის ამ დრომდე არ გამხდარა ევროპის საბჭოს წევრი. ხოლო რაც შეეხება წევრობის შეჩერებას, ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია ეს მესამე მუხლი, შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტმა მოსთხოვოს მას საბჭოს დატოვება. თუ ასეთი წევრი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ მას შეუწყდა საბჭოს წევრობა კომიტეტის მიერ დადგენილი თარიღიდან. მაგალითისთვის, რუსეთი იყო ევროპის საბჭოს წევრი, მაგრამ 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმის გამო იგი გამოაგდეს საბჭოდან.
მარიამ, თუ აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რატომ გაჩნდა ევროპული სისტემა, ახლა ლოგიკური კითხვა, რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ სისტემაში? არის ის მხოლოდ ვალდებულების მატარებელი თუ მთავარი მოქმედი სუბიექტი? სახელმწიფო ადამიანის უფლებების სისტემაში არ არის მოწინააღმდეგე მხარე. იგი არის მისი მთავარი განმახორციელებელი. ადამიანის უფლებები რეალურად მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა პრაქტიკაში. და ეს ინსტიტუცია სწორედ რომ სახელმწიფოა. ანუ უფლებები თეორიულად ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ მათი რეალიზება სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. ზუსტად ასე. თავისუფლება ქაღალდზე არაფერს ნიშნავს, თუ არ არსებობს პოლიცია, რომელიც დაიცავს ადამიანს ძალადობისგან, ან სასამართლო, რომელიც განიხილავს დავას და შესაბამისად ადმინისტრაციაც, რომელიც წესებს სამართლიანად განახორციელებს. ამიტომ კონვენცია რა ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სუსტი. პირიქით, ის გულისხმობს ძლიერ სახელმწიფოს, მაგრამ სამართლებრივად ორგანიზებულს და ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც ძალის გამოყენება შეუძლია, მაგრამ იცის როდის, როგორ და რა მიზნით. ხშირად გვესმის ფრაზა სახელმწიფომ მოგვცა უფლება. იურიდიულად რამდენად სწორია ანა ეს ფორმულირება? მარიამ, აი, სწორედ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. სახელმწიფო უფლებებს არ აძლევს, ის მათ აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ უფლებები არ მოდის ხელისუფლებიდან, ის მოდის ადამიანის ღირსებიდან. სახელმწიფოს როლი კი არის მათი დაცვის ორგანიზება. ამიტომ კონვენცია არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტი, ხომ ასეა? მმ? ეს არის ინსტრუქცია სახელმწიფოსთვის, თუ როგორ იმოქმედოს ისე, რომ მისი ძალა იყოს ლეგიტიმური. კონვენციის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები. ეს ხშირად არასწორად ესმით. დიახ, აი ამ შემთხვევაში ნეგატიური არ ნიშნავს ცუდს და პოზიტიური კარგს. ეს არის წმინდა ტექნიკური იურიდიული ტერმინები. ნეგატიური ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ რაღაც არ უნდა გააკეთოს. მაგალითად, არ გამოიყენოს წამება, არ ჩამოართვას სიცოცხლე თვითნებურად, არ ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში უსაფუძვლოდ. ხოლო პოზიტიური ვალდებულება ეს უკვე სახელმწიფოს აქტიურ როლს გულისხმობს, ანუ იმას თუ რა ევალება რომ გააკეთოს. მაგალითად, შექმნას კანონები, დაარეგულიროს იარაღის ბრუნვა, დაიცვას დაკავებული პირის ჯანმრთელობა და გამოიძიოს სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. ანუ უფლებების დაცვა მხოლოდ ჩარევის შეზღუდვას არ გულისხმობს. ზუსტად ასეა, მარიამ, ადამიანის უფლებების დაცვა აქტიურ მოქმედებას მოითხოვს და სწორედ აქ ჩანს სახელმწიფოს მნიშვნელობა. როდესაც სახელმწიფო ზღუდავს უფლებას, როგორ განსაზღვროთ, არის თუ არა ეს გამართლებული? ევროპულ სამართალში ამისთვის არსებობს პროპორციულობის ტესტი. ეს არის სამსაფეხურიანი ანალიზი. პირველი არის თუ არა ეს შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული. მეორე, ემსახურება თუ არა იგი ლეგიტიმურ მიზანს, მაგალითად, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვათა უფლებების დაცვას და მესამე არის თუ არა ეს შეზღუდვა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ანუ სახელმწიფო თავისუფალია მოქმედებაში, მაგრამ არა თვითნებურად. კი, ზუსტად. და ეს ტესტი სახელმწიფოს არ ზღუდავს, იგი ეხმარება მას სწორი გადაწყვეტილების დასაბუთებაში. და მაინც ყველა ქვეყანას ხომ განსხვავებული რეალობა აქვს.
ამ განსხვავებას ევროპული სასამართლო აღიარებს ეგრეთ წოდებული შეფასების ზღვარის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეძლევა გარკვეული თავისუფლება იმის განსასაზღვრად, როგორ განახორციელოს კონვენცია საკუთარ კონტექსტში. შესაბამისად, სტრასბურგი არ ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ ერთნაირად უნდა იმოქმედოს. არა, ის ამბობს, რომ შედეგი უნდა შეესაბამებოდეს კონვენციას, ხოლო სამოქმედო გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს. თუ ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, ლოგიკურია დავიწყოთ ყველაზე ფუნდამენტურით, სიცოცხლის უფლებით. სიცოცხლის უფლება კონვენციის საფუძველია. მის გარეშე ყველა სხვა უფლება აზრს კარგავს და კონვენციის მეორე მუხლი ამბობს, რომ არავის არ უნდა წაერთვას სიცოცხლე განზრახ. მაგრამ ამავე მუხლში მითითებულია გარკვეული გამონაკლისებიც და აქ მნიშვნელოვანია ზუსტი ფორმულირება. სიცოცხლის ძალადობრივი ქალყოფა შეიძლება ჩაითვალოს დაშვებულად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი. მაგალითად, პირის უკანონო ძალადობისგან დასაცავად, კანონიერი დაკავებისას გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ან მასობრივი არეულობის ჩასახშობად. ანუ სახელმწიფო მოქმედებს არა როგორც დამსჯელი, არამედ როგორც სიცოცხლის დამცველი. ნამდვილად ასეა და სწორედ ამიტომ სასამართლო ყოველთვის იკვლევს, იყო თუ არა ძალის გამოყენება უკიდურესი საშუალება იმ კონკრეტულ გარემოებაში. და სწორედ აქ ჩნდება პოზიტიური ვალდებულებებიც. სახელმწიფო ვალდებულია დაარეგულიროს იარაღის გამოყენება, დაიცვას დაკავებულთა სიცოცხლე და ეფექტურად გამოიწვიოს ნებისმიერი საეჭვო სიკვდილი. ეს არა ბრალდების მექანიზმი, არამედ დაცვის სისტემის სწორად ფუნქციონირების საშუალებაა. კონვენციის მესამე მუხლი გულისხმობს წამების აკრძალვას. იგი განმარტავს, რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. მაგალითისთვის ეს არის ერთ-ერთი ნეგატიური ვალდებულება, რაც წეღან ვახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია წამება, ცემა, ფიზიკურად დასჯა ინფორმაციის მისაღებად ან ასე შემდეგ. და აქვე ვახსენებ იგივე პოზიტიურ ვალდებულებასაც, პირობითად სიტყვაზე ოთახში ან თუნდაც საკანში, სადაც ბევრი ადამიანია, აუცილებელია რომ იყოს ფანჯარა. ეს მუხლი ხშირად მოიხსენიება როგორც აბსოლუტური. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც წამებას გაამართლებს. არც ომი, არც ტერორიზმი და არც არანაირი საგანგებო მდგომარეობა. სახელმწიფოსთვის ეს მკაფიო წითელი ხაზია. დიახ, მაგრამ ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ასუსტებს სახელმწიფოს. ეს არის მისი მორალური და სამართლებრივი ავტორიტეტის გამტკიცება. მესამე მუხლი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ ეხება. ის მოიცავს არაადამიანურ და დამამცინებელ მოპყრობასაც, პატიმრობის პირობებს, გადატვირთულ საკნებს, ჯანმრთელობის უგულებელყოფას და ეს ყველაფერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროა. თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია. და სწორედ ამიტომ მეხუთე მუხლი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ დეტალურად განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პირის დაკავება. ეს არ შეიძლება მოხდეს თვითნებურად, მხოლოდ კანონით გასაზღვრულ შემთხვევაში. მაგალითად, დანაშაულის ეჭვის არსებობისას. კი, ნამდვილად, ან არასრულწლოვნის საგანმანათლებლო ზედამხედველობის მიზნით, ან ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან და კიდევ დეპორტაციისა და ექსტრადიციის პროცესში.
მაგრამ აქაც არსებობს პროცედურული გარანტიები. აი, ყველა დაკავებულმა უნდა იცოდეს თუ რატომ დააკავეს, რა ბრალი ედება და ჰქონდეს მოსამართლესთან წარდგენის უფლება. ეს მუხლი სახელმწიფოს ეხმარება, რომ თავისუფლების შეზღუდვა იყოს სწორედ სამართლებრივად დაცული. ალბათ დამეთანხმები მარიამ, რომ სიტყვის თავისუფლება ხშირად ყველაზე რთული საკითხია. ცხადია, რადგან სიტყვა შეიძლება იყოს კრიტიკული, უხეში, დამაბნეველი, მაგრამ დემოკრატია სწორედ ასეთ სივრცეში და ასეთ პირობებში მუშაობს. კონვენციის მეათე მუხლი ადასტურებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება მოიცავს შეხედულებების ქონას და ინფორმაციისა და იდეების მიღებას და გავრცელებას, საჯარო ხელისუფლების ჩარევისა და სახელმწიფო საზღვრების გარეშე. აღნიშნული კანონი არ გამორიცხავს სახელმწიფოების უფლებას და ექვემდებარონ რადიო და ტელეკომპანიების ლიცენზირების პროცედურას. ამავე დროს, კონვენციის მეათე მუხლი აღიარებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ნამდვილად, სახელმწიფოს შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა. თუ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ან სხვათა უფლებების დასაცავად, ან თუნდაც საიდუმლო ინფორმაციის, იგივე კლასიფიცირებული ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ისევ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულობის ტესტის ფარგლებში. მაგალითისთვის, ჟურნალისტებმა არ უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომელიც სიტყვაზე საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ ინტეგრირებულობას ან საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ან თუნდაც ჩრდილს აყენებს ვინმეს ღირსეულ სახელს და ამ ყველაფერს შესაძლოა მოყვეს გარკვეული შეზღუდვები ან სანქციებიც კი. ანუ სახელმწიფო არ არის სამართლის არბიტრი, მაგრამ არის პასუხისმგებელი სივრცის მმართველი. სწორედ ასეა. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, ხშირად ყურადღება მხოლოდ უფლებებზე გადადის. მაგრამ რეალურად კონვენცია ვერ იარსებებდა მექანიზმის გარეშე, რომელიც ამ უფლებებს სიცოცხლეს ანიჭებს. და სწორედ ამ მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ეს არ არის ზესახელმწიფოებრივი ორგანო და არც ეროვნული სასამართლოების შემცვლელი. სტრასბურგის სასამართლო არ აუქმებს შიდა გადაწყვეტილებებს, არ ნიშნავს სასჯელს და არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მისი ფუნქცია სრულიად სხვაგვარია. ის აფასებს მხოლოდ ერთ საკითხს. დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულება. სასამართლო ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც სამართლებრივი კომპასი, არა იმისთვის, რომ მართოს ქვეყნები, არამედ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საერთო სტანდარტი ევროპულ სივრცეში. ამ სისტემის იდეა სწორედ თანამშრომლობაზეა აგებული. ეროვნული ინსტიტუტები პირველ რიგში მოქმედებენ, ხოლო სტრასბურგი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიდა მექანიზმები ამოიწურება. ამიტომ ეწოდება მას უკანასკნელი ინსტანცია. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპული სისტემა სახელმწიფოს გვერდის ავლით არ მუშაობს. ის სახელმწიფოსთან ერთად ფუნქციონირებს. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა მარტივი პროცესია. რეალურად ეს საკმაოდ მკაცრად სტრუქტურირებული გზაა. პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მან უკვე ამოწურა ქვეყნის შიდა სამართლის
ებრივი საშუალებებიდან ყოველი მათგანი, ყველა ინსტანცია და კანონით გათვალისწინებული ყველა გზა. ეს მოთხოვნა შემთხვევითი არ არის, ის ემყარება იმ პრინციპს, რომ ადამიანის უფლებათა პირველადი დამცველი სწორედ მისი საკუთარი სახელმწიფოა. ევროპული სასამართლო მხოლოდ ამოწმებს, შეძლო თუ არა ამ კონკრეტულმა სახელმწიფომ საკუთარი სისტემის ფარგლებში უფლებების ეფექტურად დაცვა. გარდა ამისა, სარჩელი უნდა შეეხებოდეს პირადად მომჩივანს, სასამართლო არ განიხილავს აბსტრაქტულ პოლიტიკურ პრეტენზიებს ან ზოგად უკმაყოფილებას. აქ საუბარია კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ უფლებაზე და კონკრეტულ ზიანზე. ეს მიდგომა იცავს სასამართლოს პოლიტიზაციისაგან და ინარჩუნებს მის იურიდიულ ხასიათს. ამიტომაც არის, რომ საქმეში, რომელიც გადაეცემა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, უნდა იყოს რაღაც ახალი გარემოებები და განაცხადი არ შეიძლება არსებითად idენტური იყოს უკვე განხილული საკითხისა და მის წარსადგენად ინდივიდს აქვს სულ რაღაც 4 თვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან. აგრეთვე ზუსტად უნდა იყოს მითითებული თუ კონვენციის რომელი მუხლი ან პროტოკოლი დაირღვა და მან ასევე უნდა დაურთოს შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც მთავარია და ცხადია ალბათ ისედაც, რომ განაცხადის ანონიმურობა არის სრულიად დაუშვებელი. გარდა ინდივიდებისა, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ფიზიკური პირების ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ამგვარად, სტრასბურგი არ არის პროტესტის ტრიბუნა, ის არის სამართლის სივრცე. როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ დარღვევის ფაქტების დადგენით. მისი გადაწყვეტილებები ქმნის პრეცედენტებს, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ მთლიან ევროპულ სამართლებრივ სივრცეზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი საქმის ანალიზი ხშირად ცვლის პრაქტიკას ათეულობით ქვეყანაში. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსი. ევროპული სასამართლო არ წერს კანონებს, ის აყალიბებს სტანდარტებს. თუ როგორ განახორციელებს ამ სტანდარტებს სახელმწიფო, ეს უკვე მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა. ზოგი ქვეყანა ცვლის კანონმდებლობას, ზოგი სასამართლო პრაქტიკას, ზოგი ადმინისტრაციულ წესებს, ამ პროცესში ჩანს სისტემის სიძლიერე. კონვენცია არ ითხოვს იდენტურობას, ის ითხოვს უბრალოდ შესაბამისობას. მოდი ავხსნათ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესი. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ისევე იღებს რეზოლუციებს და იგი შედგება საბჭოს წევრი 46 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ან მათი სტრასბურგში განლაგებული მოადგილეებისგან. ესენი შეიძლება იყვნენ ელჩები ან მათი მუდმივი წარმომადგენლები. აგრეთვე არსებობს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც იღებს კონვენციებს, არის საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილი და იგი ირჩევს გენერალურ მდივანსა და ადამიანის უფლებათა დამცველ მოსამართლეებს. აქ უკვე წევრების რაოდენობა ბევრად მეტია. წევრი ქვეყნებიდან ჯამში საპარლამენტო ასამბლეაში შედის 318 წარმომადგენელი და ამდენივე შემცვლელი. და კიდევ ერთი ახალი ინსტიტუცია, ეს არის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, რომელსაც წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების პალატა. კონგრესი ხელს უწყობს გარკვეული წესების დაწესებას და დემოკრატიული სტანდარტების დანერგვას. აქვე დავამატებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება ავტომატურად. მისი აღსრულება გადადის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც დღესდღეობით ხელმძღვანელობს შვეიცარიელი პოლიტიკოსი ალენ ბერსე.
ეს ორგანო აკონტროლებს, ასრულებს თუ არა სახელმწიფო დაკისრებულ ვალდებულებებს, იქმნება ეს კომპენსაციის გადახდა, კანონის ცვლილება, თუ პრაქტიკის გაუმჯობესება. ეს პროცესი ხშირად ხანგრძლივია, მაგრამ მისი არსი ისევ თანამშრომლობაა და არა სანქციის დაწესება. ევროპული სისტემა არ მუშაობს დასჯის ლოგიკით, ის მუშაობს გაუმჯობესების მიზნით და სწორედ ამიტომ შენარჩუნებულია სახელმწიფოს როლი, მისი ინსტიტუციური ღირსება და მისი სამართლებრივი სუვერენიტეტი. ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემა არ ქმნის იდეალურ საზოგადოებას, მაგრამ ის ეწესებს ზღვარს, რომლის ქვემოთ ჩამოსვლა დაუშვებელია. ეს არის სივრცე, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება ექცევა ჩარჩოებში და ადამიანის ღირსება არის დაცული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის მუდმივად განვითარებადია საქმიდან საქმემდე, ქვეყნიდან ქვეყნამდე და სწორედ ამ უწყვეტ მოძრაობაში ჩანს მისი რეალური ღირებულება. საქართველო გაწევრიანდა ევროპის საბჭოში 1999 წელს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული გზის გამტკიცების მხრივ. საბჭოს წევრობა მოიცავდა არა მხოლოდ ფორმალურ ორგანიზაციულ კავშირს, არამედ აღიარებას, რომ საქართველო მზად იყო ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვისთვის. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს წევრობა ერთდროულად ახალი პასუხისმგებლობაც იყო. სახელმწიფოს შიდა კონსტიტუციური და სამართლებრივი სისტემა უნდა მორგებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ევროპის საბჭომ, კერძოდ ადამიანის უფლებათა კომისარმა, სტრასბურგის სასამართლომ და მინისტრთა კომიტეტმა პირდაპირ ზედამხედველობით გაწევრიანებისთანავე დაიწყო ქვეყნის სამართლებრივი პრაქტიკის მონიტორინგი. ციხის პირობებიდან სასამართლოს დამოუკიდებლობამდე. ასევე გაწევრიანება საქართველოსთვის იყო სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ ისინი გამოხატავდნენ სოლიდარობას დემოკრატიის გაძლიერებისადმი. ამას თან სდევდა ახალი სამართლებრივი ვალდებულებებიც, რატიფიცირება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა, თავისუფალი არჩევნების მედიის თავისუფლების და ეროვნულ უმცირესობებზე მსურველობის პრინციპებით. ისტორიულად მნიშვნელოვანია, რომ გაწევრიანება მოხდა საქართველოსთვის რთულ პერიოდში. ქვეყანას ომი უკვე გამოვლილი ჰქონდა. ევროპის საბჭოს სტანდარტებმა შექმნა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეზომათ და შეეფასებინათ უფლებრივი დარღვევები. მაგალითად, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ციხის პირობებზე, დაკავებულთა უფლებებზე, შეკრებისა და გაერთიანების უფლებებზე, სწორედ საბჭოს მექანიზმებმა მოითხოვა მათი მოქცევა სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამ ურთიერთობამ საქართველოში და პოლიტიკაზეც მოახდინა გავლენა. ამან ხელი შეუწყო სასამართლოს რეფორმებს, საკანონმდებლო ცვლილებებს და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. ეს გაწევრიანება ერთდროულად გამოწვევაც იყო. ქვეყანა ვალდებული გახდა, რომ გაცნობოდა საერთაშორისო სტანდარტებს და გადმოეტანა ისინი შიდა პრაქტიკაში. ასევე მარიამ 1999 წლის გაწევრიანებამ სტრატეგიული თანამშრომლობის ფანჯარა გახსნა სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც, გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისთვის. საბჭოს ინსტიტუტებმა, მინისტრთა კომიტეტმა, საპარლამენტო ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა კომისარმა დაიწყო აქტიური მონიტორინგი, თუ როგორ მიყვებოდა საქართველოს სტანდარტებსა და წესებს და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებსაც წარუდგენდნენ. ეს იყო დასაწყისი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისა.
როდესაც ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ. ეს სისტემა არ არის მხოლოდ გარკვეული წესების კრებული. ეს არის ნდობის არქიტექტურა. ნდობა მოქალაქისა და სახელმწიფოს შორის არ ჩნდება სიტყვებით. იგი ყალიბდება პრაქტიკით, როდესაც ძალა ექვემდებარება კანონს, ხოლო გადაწყვეტილება დასაბუთებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემა არ ცდილობს იდეალური საზოგადოების შექმნას. მისი ამოცანა უფრო რეალისტურია. შექმნას სივრცე, სადაც შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს, ხოლო ძალაუფლება გადამოწმდეს. სწორედ რომ ეს სისტემა გვახსენებს, რომ სამართალი არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბარიერი. ის არის მისი სტაბილურობის საფუძველი. და სადაც სამართალი მუშაობს, იქ ინსტიტუტები ძლიერდება. არა შიშით, არამედ ნდობით. თანამედროვე სამართლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ის არ უყურებს ადამიანს მხოლოდ როგორც ობიექტს. ადამიანი სამართალში აღარ არის საშუალება, არამედ იგი გახდა მიზანი. ანუ ეს პრინციპი არ მოითხოვს იდეალიზმს, აქ მკაფიოდ მოითხოვება პასუხისმგებლობა და როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც იგი ზღუდავს თავისუფლებას ან იყენებს ძალას, ყოველ ჯერზე ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. რჩება თუ არა ადამიანი ღირსების მატარებელ სუბიექტად? ადამიანის უფლებათა სისტემა სწორედ ამ კითხვას უბრუნდება მუდმივად. არა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეაფერხოს, არამედ იმისთვის, რომ მისი მოქმედება იყოს აზრიანი, გამართლებული და ლეგიტიმური. სადაც ღირსება რჩება ცენტრში, იქ სამართალი აღარ არის ფორმალური პროცედურა, ის ხდება ეთიკური საზომი. დემოკრატიული სახელმწიფო არ განისაზღვრება მხოლოდ არჩევნების ან ინსტიტუტების რაოდენობით. მისი რეალური სიმტკიცე იზომება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ადამიანს მაშინ, როდესაც ძალაუფლება მის ხელშია. და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ გვთავაზობს მარტივ პასუხებს. ის გვთავაზობს მეთოდს, როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები სამართლის ფარგლებში. ამ მეთოდში უპირატესია უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ინტერესი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მაგრამ ამავე დროს არსებობს მკაფიო ზღვარი, რომლის მიღმაც ძალა კარგავს ლეგიტიმაციას. და სწორედ ამ ბალანსში იქმნება ის წესრიგი, რომელსაც შეუძლია იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და საზოგადოებისთვის სანდო. ამით დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს. იმედია ზოგადი წარმოდგენა შეგიქმენით ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოზე. საინტერესოა თქვენი აზრით, რამდენად გამართულად და ეფექტურად მუშაობს ეს მექანიზმი და რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი დღევანდელ ევროპაში. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, სადაც უკვე შევეხებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მადლობას გიხდით ჩვენთან ყოფნისთვის. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და თვალი ადევნეთ ჩვენს არხს, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ რევოლუციის გლობალურ სივრცეში.